მოგესალმებით. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ახალი GPS-ი, რომელიც არის ბევრად უფრო სწრაფი ვიდრე iCar-ი. iCar-ს აქვს ჩვენ კარგად ვიცით 15 წამიანი განახლება, რეალურ დროში მონიტორზე გვიწერს 15 წამში გადმოგცემს ინფორმაციას, მაგრამ მენიუში ყველაზე სწრაფ განახლებას ვაყენებ 10 წამიან განახლებაზე. და რეალურ დროში გამოდის, რომ 15 წამში 10 წამიაზე კი უკვე დაყენებული, მაგრამ 15 წამში ერთხელ ვიღებთ ინფორმაციას. ეხლა რა ხდება ამ GPS-ის შემთხვევაში? ამ GPS-ის შემთხვევაში ამას აქვს 10 წამიანი განახლება, რადგან შეგვიძლია დავაყენოთ და აქ 5 წამიანი განახლება. 5 წამიანი განახლება, რომელიც ბევრად უფრო სწრაფი არის, ბევრად უფრო ჩქარა ვნახულობთ მდევარს და შესაბამისად ნადირი შეხვედრების ალბათობას უფრო მეტად ზრდის რა. 10 წამი დამეთანხმებით, რომ საკმაოდ ისეთი დროა რა მონადირისთვის. შესაბამისად გავტესტე ესეც ორივე გავტესტე, შევადარე უფრო სწორად ესენი ერთმანეთს. ასევე ხმოვანი შეტყობინება იგზავნება წამიერად მოდის ხმოვანი შეტყობინება უკან და გავიგებ ძაღლი დაძდებს თუ არა. რო დავრეკავთ როგორც ამ GPS-ებზე ძველ მოდელებზე ისე ამაზეც ერთნაირად არის, ანუ აქეთ გვესმის ხმა თუ დაძდებს ძაღლი, იქით ხმას ვერ მივაწვდით. ასევე ჩვენში შეგვიძლია 5 წამიდან 120 წუთამდე აპლიკაციაში შევცვალოთ და დავარეგულირო დრო. მარტივი მენიუ აქვს ძალიან. მენიუზეც ჩავწერ ვიდეოს და დავდებ შემდგომზე. მოყვება GPS-ი, რა თქმა უნდა. აი ესეთი სატენი მოყვება. აი ეს არის სატენი. თავი არ მოყვება სამწუხაროდ. მოყვება საყელო და დევშიგნით კიდე წიგნი. ასევე მოყვება ესეთი ბოლტები და ესეთი ატვერკა. ეხლა ამაში როგორც iCar-ებში გვერდზე რო ჩადის რა. ამაში გვერდზე ჩასადები არ აქვს. ეს უნდა გავხსნათ ბოლტებზე და შესაბამისად შიგნით ჩადის. ამას რო გავხსნით შიგნით, ამ ადგილას შიგნით რეზინი აქვს და რა თქმა უნდა არის კიდე ერთხელ ვადასტურებ წყალგამძლე და რა თქმა უნდა ჩვენთან ნებისმიერი გაყიდული და ჩვენთან შეძენილი ნივთი არის გარანტიით. ასე გამოიყურება შიგნიდან. აქ მითითება თუ როგორ უნდა ჩავდოთ კარტა. კარტის მოჭრილი კუთხე ეტყობა. ცოტა ცუდი შუქია და გარბიც კამერაში ჩანს თუ არა. ამის გახსნის და დახურვის დროს იყავით ფრთხილად. მე ამას ესე გავწევთ, რომ ეს არ მოიწიოს რა. შიგნით ვიზუალურად ერთი და იგივე პრინციპი აქვს, რაც iCar-ს იგივე ამას. ეს GPS-ები ასევე იწარმოება ელექტროშოკის ფუნქციით. ეს არის ელექტროშოკის ფუნქციის გარეშე.